მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, მე ვარ შალვა რამიშვილი და თქვენ უყურებთ გადაცემას აკრედიტაციის გარეშე მე-6 გამოშვებაა უკვე. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა შეხედვით ტრივიალურია. უნაკლო ადამიანი. არსებობს თუ არა უნაკლო ადამიანი? მე მგონი რომ არ არსებობს. ყველა ადამიანს, მათ შორის იმასაც კი ვინც ძალიან გვიყვარს, აქვს რაღაც ნაკლი. ბოლო სოციოლოგიური გამოკვლევებით საქართველოს მოსახლეობის 66% მხარს უჭერს სააკაშვილს, უყვარს ის ემხრობა და ასე შემდეგ. მოდით ნახოთ და გავიგოთ აქვს თუ არა ნაკლი მიშას. ამის გასაგებად ვესტუმროთ საქართველოს პარლამენტს, ოღონდ ეს შეკითხვა დაუსვათ არა ოპოზიციას, რომელიც მის ღირსებასაც ნაკლად წარმოაჩენს, იმიტომ რომ ასეთი ემატებლებია, არამედ უმრავლესობის წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, მაჟორიტარებს მაგალითად. უკაცრავად შეიძლება ერთვით. გამარჯობათ. თქვენ პარლამენტის წევრ ბრძანდებით, ხო მაჟორიტარი? გამარჯობათ შალვა რამიშვილი. ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ თუ შეიძლება. თქვენ მაჟორიტარი ბრძანდებით რომელი რაიონიდან? მაჟორიტარი არ არის. ნაციონალური მოძრაობის წევრი. ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ. ეხლა ბევრს ლაპარაკობენ მიხეილ სააკაშვილზე, მე ვიცი მისი პოლიტიკური ღირსებები. ერთი ნაკლი რო გითხრათ მიხეილ სააკაშვილის. არა, ნამდვილი პრეზიდენტია. ნაკლი არა აქვს? ერთი ნაკლი არა? გამარჯობათ. თქვენ პარლამენტის წევრი ბრძანდებით, ხო? მაქვს ბედნიერი. უმრავლესობის წევრი. ჩვენ ვაკეთებთ გადაცემას იმის თაობაზე თუ აი მიხეილ სააკაშვილზე. ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი ღირსება აქვს. ერთი ნაკლი თუ შეიძლება რა თქვათ მიშასი. ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლი. არა აქვს ნაკლი? არ დავფიქრებულა მას. აბა ცოტა ხანი რო უცებ რაც მოგივათ თავში. როგორც კი მოვიფიქრე პირველად თქვენ კეთილ. ანუ არასოდეს არ გიფიქრეთ ამ თემაზე. კარგით, მადლობთ. გამარჯობათ ბატონო და როგორ ბრძანდებით? გამარჯობათ. ერთი შეკითხვა მაქვს. ერთი შეკითხვა მაქვს, ერთი. დღეს ჩვენ ვაკეთებთ გადაცემას მიშა სააკაშვილზე, ვიცით მისი ბევრი ღირსება. ერთი ნაკლი თუ შეიძლება გითხარით მიშასი. ერთი ნაკლი. ძალიან რბილია ხშირ შემთხვევაში. უფრო მკაცრი უნდა. რა თქმა უნდა. მადლობ, დიდი მადლობა. გამარჯობათ. სალამი. თქვენ მაჟორიტარი ბრძანდებით, ხო? უმრავლესობიდან. დიახ. ხო. ჩვენ ვაკეთებთ გადაცემას მიშა სააკაშვილზე. ერთი ნაკლი თუ შეიძლება სააკაშვილის გითხარით. ყველაზე კარგი როა ეს აქ ნაკლი. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. გამარჯობათ, თუ შეიძლება თქვენ მაჟორიტარი ბრძანდებით, ხო? ნაციონალური მოძრაობიდან. მიშა სააკაშვილის ერთი ნაკლი თუ შეიძლება გითხარით. არ ვიცი. არ იცით ნაკლი ერთი მაინც. გამარჯობათ, გამარჯობათ. თქვენ მაჟორიტარი ბრძანდებით, ხო? ნაციონალური მოძრაობიდან. თუ შეიძლება ერთი ნაკლი მიშა სააკაშვილის რო გითხოთ, ღირსებები ბევრი აქვს, ნაკლი. არა აქვს ერთი ნაკლი, ადამიანს ყოველთვის აქვს ნაკლი. შენთვის არა. არა აქვს, უნაკლოა. მადლობთ. გამარჯობათ, უკაცრავად თუ შეიძლება თქვენ მაჟორიტარი ბრძანდებით, ხო? კარგი, კი, ნაციონალური მოძრაობიდან. თუ შეიძლება ერთი შეკითხვა გვაქვს, მიშა სააკაშვილის ერთი ნაკლი რო გითხრათ. თქვენ რო გითხრათ სააკაშვილის ერთი ნაკლი მაინც თუ შეიძლება, დიდი ბოდიში. მეტყვით მე? ზეგ ხო მეტყვით? უკაცრავად თუ შეიძლება თქვენ მაჟორიტარი ბრძანდებით, ხო? შემდეგ გახტებით, უკაცრავად, დიდი ბოდიში. გამარჯობათ, უკაცრავად. თქვენ მაჟორიტარი ბრძანდებით, ხო? ნაციონალური მოძრაობიდან. ჩვენ ვაკეთებთ გადაცემას სააკაშვილზე, მე ვიცი მისი პირადად ბევრი ღირსება, ნაკლზე თუ შეიძლება ერთი ნაკლი რომ მითხრათ. ხო, ერთი უბრალოდ ხო აქვს ნაკლი, აქვს თუ არა ნაკლი ზაკ. გამარჯობათ, ბატონო პავლე, ძალიან საინტერესო გადაცემას ვაკეთებთ. უკაცრავად, გამარჯობათ, შეიძლება ერთი წუთით. არ შეიძლება რომ გკითხოთ რაღაც. ერთი პატარა შეკითხვა მაქვს. უკაცრავად, გამარჯობა. თქვენ მაჟორიტარი ბრძანდებით, ხო? ნაციონალური მოძრაობიდან. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, მეტი მაჟორიტარები არ არსებობენ. ხო, მიხეილ სააკაშვილის ერთი ნაკლი რო გითხრათ. არავითარი ნაკლი. საერთოდ არ აქვს ნაკლი. უნაკლოკაცია. მადლობ, დიდი მადლობა. გამარჯობათ, შეიძლება ერთი შეკითხვა დაგისვათ, თქვენ მაჟორიტარი ბრძანდებით, ხო? უკაცრავად, შეიძლება? გამარჯობათ. გამარჯობათ. შალვა რამიშვილი, ერთ შეკითხვა მაქვს ძალიან სწრაფად თუ შეიძლება. თქვენ უმრავლესობის წევრი ბრძანდებით მაჟორიტარი? არა? თქვენ ხო ხართ ბატონო გია? შეიძლება უცებ. მიშა სააკაშვილის ერთი ნაკლი რო გითხრათ.
ერთი ნაკლი. სლომაზე შევდივარ, როგორ აჰა. გიორგი, ერთი წუთით შეიძლება? ერთი წუთით გიორგი. ერთი პატარა შეკითხვა მაქვს. არა, არ შევალ, არა. ძალიან გითხო, პატარა შეკითხვა, პატარა. ხო, გიორგი, ჩვენ ვაკეთებ გაცემას მიშაზე, ვიცი ძალიან ბევრი ღირსება სააკაშვილის. ერთი ნაკლი მიშასი რა არის? ერთი ნაკლი რო გითხრა? ჩვენ ერთი გუნდი ვარ და ჩვენ ვლაპარაკობთ კრივსაზე და არამინუსაზე. ვაახ. სხვა პატაზე, უბრალოდ ეხლა ისეთ ადგილას ავარ, მირჩევნია რომ დაგირეკო. აი, მოგვიანებით. გამარჯობა, თუ შეიძლება ერთი შეკითხვა უცებ რო გიპასუხოთ თუ შეიძლება. შეიძლება? არა. გამარჯობა. როგორ ახარ? ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ თუ შეიძლება. უცებ ერთი პატარა შეკითხვა, რა პრობლემაა? პრობლემა ის არის, რომ იწყება სესია. გამარჯობა, თქვენ პარლამენტს წებზანდებით? შეიძლება შეგეკითხოთ? შეიძლება მე შემეკითხო. შეგიძლია შერავნა შეგეკითხო, შედი. შედი იმუშავე. რა აზრი აქვს თორე კი? შეიძლება ერთი შეკითხვა რო დაგისვათ? ის ჭიჭიკიას და რესტორნის ამბავია, მე თქვენთან ვერ მოვდივარ და ჭიჭიკია და დათვის ამბავი, ხო იცით? მადლობთ. თქვენ მაჟორიტარი ბრძანდებით, ხო? ნაციონალური მოძრაობიდან. მიშა სააკაშვილზე ვაკეთებ გაცემას, მე ვიცნობ კარგად და ვიცი მისი ბევრი ღირსება. ერთი ნაკლი რომ მითხრათ? ნაკლი? ჩემთვის თუ თქვენთვის? არა, ზოგადად თქვენთვის, ჩემთვის რა შუაშია? ჩემთვის უნაკლოა და თქვენთვის ერთი ნაკლი აქვს დიდი. ხო, არა, თქვენთვის ხომ უნაკლოა და არსებობს საერთოდ უნაკლო ადამიანები, უზადო იმიტომ არის პრეზიდენტი რომ უნაკლოა. ერთი პატარა ნაკლი. თქვენთვის ნაკლს გეტყვით. კიბათ ძალიან საინტერესოა ძალიან. თქვენთვის ნაკლი ის არის რომ ძლიერი. ხო, გასაგებია, მე არ მინდა ძლიერ პრეზიდენტი, მაგრამ თქვენთვის არის უნაკლო კაცი. დიდი მადლობა. სანამ პარლამენტის წევრები სტომაზე არიან, მე ვაკვირდები ამას. ისი აქ რაღაც ჰოკეი რო არის სათამაშო მაგდის რო დაეყენებინა და ესე რომ გვეთამაშა უკეთესი იქნებოდა. არა მშვენიერი შენობა მე მომწონს. ველოდებით სტომის შესვენება სტომაშზე რო გამოვიდნენ დეპუტატები და ძალიან მარტივი შეკითხვა რო დაუსვათ. გამარჯობა, შეიძლება ერთი შეკითხვა დაგისვათ, მოგესალმებით. კარგად, ერთი შეკითხვა რო დაგისვათ, შეიძლება? უცებ რომ იმპასუხოთ. მიშა სააკაშვილის ერთი ნაკლი რომ მითხრათ. ეხლა ვაკეთებთ ამაზე გადაცემას. ერთი. გამარჯობა. შეიძლება ერთი შეკითხვა დაგისვათ, ძალიან მარტივი. თქვენ უმრავლესობიდან ზანდებით. მაჟორიტარი. ერთი შეკითხვა გვაქვს. ჩვენ ვიცით მიშა სააკაშვილის ბევრი ღირსება, მეც ვიცი. ნაკლი, ერთი ნაკლი რომ მითხრათ. მე არ უძენ აქ სხვა ადამიანში. ხო, მაგრამ აი საკუთრებით დამარხო შეკითხვა არ უნდა მიცი არავის. ნაკლი. ეფრემ ასულისმის ხო იცი? უგასრავად? არა, თქვენ პოლიტიკოსი ბრძანდებით, უბრალოდ თქვენი აზრია. არ ვეძებ ნაკლებს მეთქი ადამიანი. საერთოდ არც ერთში? არ ვეძებ არც ერთში. როგორც პოლიტიკოს ნაკლი აქვს თუ არა? არ ვეძებ ამეთქი ადამიანი. კარგი, დიდი მადლობა. შეიძლება ერთი შეკითხვა დაგისვათ, მოკლე პატარა. ჩვენ მიშას ღირსებები ბევრი ვიცით სააკაშვილის და მეც ვეთანხმები რომ ძალიან ბევრი. ერთი ნაკლი რომ მითხრათ თუ შეიძლება. როგორც უმრავლესობის წევრი, რომელიც იცის კარგად მიშა სააკაშვილი. ერთი ნაკლი. პოლიტიკაში ვერც ერთი. პიროვნული თვისებებში ესე კარგად არ ვიცნობ რო გითხრა. ხო და არც ერთი შეცდომა არ დაუშვია, ნაკლი არა აქვს, ხო? დაუშვია, როგორ არა, ყველა დაუშვია შეცდომა. ხო და რა, ერთი ნაკლი, ერთი შეცდომა პოლიტიკაში? ხო, თუნდაც რამე ნაკლი, ხო შეიძლება უნაკლო ხო არავინ არ არის. მაგალითად სამშვიდობოების სტატუსი უნდა გაგვექნებინა ადრე, მაგალითად. მადლობ, დიდი მადლობა. აი ესე რა. მიპასუხე რა. ძირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ ვაგრძელებთ პატრულებას პარლამენტის კარებთან, რათა მაჟორიტარებს ჩაუსაფრეთ სიტყვა, მაგრამ მკითხოთ, მიმოგვეცეს საშუალება რომ ვკითხოთ მაჟორიტარებს და უმრავლესობის წევრებს თუ რა ნაკლი აქვს მიშა სააკაშვილს. ძირითადად პასუხები ესეთია, რომ უნაკლოა. გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით? ერთ შეკითხვა რომ სწრაფად რომ დაგისვათ. ძალიან მოგვიანებით. მერე რომ გამოხვალთ, მერე რომ დაგისვათ. ჩვენ თვითონ ტელემაყურებელო დღეს ჩვენ მოვხვდით ძალიან უცნაურ რაღაცაში, ვიღებთ სურათს 23 სკოლა. 23 სკოლა. კარგით. აბა? ღირსეული მოსწავლეები. სად არიან ღირსეული მოსწავლეები?
1-2 მაინც. ერთი შეკითხვა რო დაგისვათ, შეიძლება მაინც აქ იცით რაღაც შეკითხვაზე მოვედი და ვეკითხები პარლამენტის წევრებს. თქვენს დაგისვა ბარემ. ნუ შეიძლება так. ხო, კარგი. მიშა სააკაშვილის ერთი ნაკლი რომ მითხრათ, შეიძლება? ერთი ნაკლი. იცით რა მგონი ბავშვებთან ნაკლის გვერდზე გავიდეთ და გვერდზე? ხო და იქ ბავშვებმა რო არ გაიგონო. არა, ნუ ახლა მასწავლებლებს არ ეკითხვის და ესა თავისი კანონი. არა, აქ ნაკლი? ნაკლი? ჩვენ ყველას გვაქვს ნაკლი მგონია. ხო და მისი ნაკლი რაში მდგომარეობს? თქვენ ხო აქ ხართ? ხო და თქვენ ხო გესაუბრებით? ანუ? ანუ, значит, какая-то справедливость всё-таки. ხო და ნაკლი აქვს თუ არა მას? ნახეთ როგორ ვიყურებენ ბავშვები. ხო, აქვს თუ არა? სწორია, ბავშვების თანდაწერა. მიშა სააკაშვილს აქვს თუ არა? მასწავლებლო ნაკლი. Да, я не рассматриваю этот вопрос с такой позиции. კარგი, გასაგებია, დიდი მადლობა. ბავშვებს, ხო. ბავშვებსაც მადლობა. პარტნიორშთა, გამარჯობა. შეიძლება ერთ შეკითხვა? ვერ გიცანი ჩოჯი. ერთ შეკითხვას დაგისვათ ხოლმე. როგორ ბრძანდებით? გამარჯობა. ესეთ შეკითხვა გვაქვს. ჩვენ ვაკეთებთ სააკაშვილზე გადაცემას. ვიცი მისი ბევრი ღირსებები. ერთი ნაკლი თუ შეიძლება რომ გითხრათ მიშას. ნდობა აქვს ადამიანების დიდი ხნის განმავლობაში. ეს ნაკლი არ არის ნათქვამი. ჩემთვის ნაკლია. გასწავად? ნაკლია. რა არის არ ნაკლი? უნდა ენდობოდეს დიდი ხნის განმავლობაში ადამიანებს. ანუ ნაკლები ნდობა უნდა გქონდეს. იმიტომ რომ სახელმწიფო შენდება და მესმის. მეტი ყურადღება მადლობთ. ანუ ძალიან მიმდობია. მადლობთ, დიდი მადლობა. შეიძლება შეკითხვა დაგისვათ. მივესალმეთ ერთმანეთს. თქვენ მეგობარი? შეიძლება შეკითხვა დაგისვათ. ბატონო, უკაცრავად. თუ შეიძლება შეკითხვა დაგისვათ. როდის მერე? ზეგ? ერთი პატარა შეკითხვა გაქვს თუ შეიძლება. თქვენ ხო პარლამენტის წევრი ბრძანდებით? რატომ მეუბნები თუ არს? არ უყვარ ვარ. არ მოვეწონე. თქვენ უმრავლესობიდან ბრძანდებით, ხო? ესეთ შეკითხვა გვაქვს უკაცრავად. მე ვიცი სააკაშვილის ბევრი ღირსება. ერთი ნაკლი რო გითხრათ მიშასი. არა აქვს ნაკლი? როგორ ბრძანდებით? თქვენ უმრავლესობიდან ბრძანდებით, ხო? არა. არა? პარლამენტის წევრი არა ხარ? პარლამენტის წევრი ვარ. შეკითხვა მაქვს ერთი პატარა. გისმეთ. ხო, აქ ცოტა ხანი რომ გავჩერდეთ შეიძლება? ხო, ტუალეტს ტამდე, ერთი შეკითხვა უბრალოდ. მიშა სააკაშვილს რამე ნაკლი აქვს? და ეს პროვოკაციული საკითხები ხალხს და შევიდა იგი იქ. ერთი შეკითხვა მაქვს. მიშა სააკაშვილის ერთი ნაკლი რომ მითხრათ? ნაკლი. ნაკლი? ხო. ნაკლი. ერთი ნაკლი, ხო არ არის უნაკლო? უნაკლო ადამიანები. აბა ნაკლი მითხარით, მაშინ თუ არ არის უნაკლო. ერთ წუთში მეტყვით თუ ორ წუთში თუ რამდენ ხანში დაახლოებით? რამდენიმე წამში. კი ბატონო. კი ბატონო. უბრალოდ ვეძებ სფეროს, რა კუთხეც უფრო ჯობია თქვენთვის. ჩემთვის? თქვენთვის როგორც ჯობია. დრო. სერიოზული ნაკლია? დიდი მადლობა. მადლობთ. გამარჯობათ. შეიძლება ერთ შეკითხვა დაგისვათ? თქვენ ერთ პატარა შეკითხვა სულ ერთი ბეწო. ვარ და მე რა ხდება რა? ერთი შეკითხვა რო დაგისვათ, ჟურნალისტი ვარ და ერთ პატარა შეკითხვას დაგისვათ. შეიძლება? ამოვალ 5 წუთში რა განაცვალე. 5 წუთში ამოვალ და მე 1 საათი ვისაუბრე. ძალიან დიდი მადლობა. 5 წუთის განმავლობაში გელოდებით. დიდი მადლობა. შეიძლება რომ შეკითხვა და გამარჯობათ. თქვენ უმრავლესობიდან ბრძანდებით, უმრავლესობიდან მაჟორიტარი. ჩვენ ესეთ სააკაშვილის პორტრეტს ვაზრებთ, მის როგორც პოლიტიკოსის. ვიცით მისი ღირსებები, ნაკლი მითხარით. ჩვენი პრეზიდენტი ნამდვილად უნაკლოა და მისი ბრძოლა ეს პანდელთვის მომავალთვის გამართლება და მიზანშეწონად. დიდი მადლობა. ანუ უნაკლო კაცია, ხო? ნამდვილად.
არა მგონი ამ კაცს ნაკლი ხონდა შეიძლება ჩაითვალოს ახალგაზრდა, მაგრამ არც ხო, იმდენად. არა, ნაკლი არა აქვს ესე იგი. არც იმდენად ფაქტიურად არის შემართული კაცი და ცდილობს რომ ეს ქვეყანა გამოიყენოს შეხედვით. ანუ უნაკლო კაცია, ჩვენ ვიპოვეთ ერთადერთი უნაკლო ადამიანი მსოფლიოში, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი არის უნაკლო იმის გულისთვის. მათ შორის სააკაშვილიც. მადლობა, დიდი მადლობა. ჩვენ გადავწყვეტთ რომ სააკაშვილის უნაკლობის შესახებ ამბავი გადაგვემოწმენა ხალხთან. მოდით გითხოთ ამ ქალბატონებს. გამარჯობათ ქალბატონო. რო შეგეკითხოთ შეიძლება? რატო? რო შეგეკითხოთ გოგონა შეიძლება? კი ბატონო. სააკაშვილის რაიმე ნაკლი მითხარით? ესე როგორ გითხოთ? ერთი ნაკლი მიშას. აქ ნაკლი. არა. კარგ, მადლობთ. გამარჯობა შენი. ახალგაზრდა კაცო, შეკითხვა შეიძლება დაგისვა. მიშა სააკაშვილის ნაკლია აქ რამე? რა ვიცი. არის. შეიძლება არც აქ, ხო? შეიძლება. მადლობთ. გამარჯობათ ახალგაზრდა ხალხო. შეკითხვა მაქვს მარტივი, თუ შეიძლება სააკაშვილს რამე ნაკლია აქ? არა. არა, ხო? არ მინდა მე აი. არა, აქვს თუ არა? რა ვიცი ნაკლი და გამო. არიცით? არის, აი. გამარჯობათ. ერთი შეკითხვა მაქვს რა, მიშა სააკაშვილს რამე ნაკლია აქ? ნაკლია აქ? მიშა სააკაშვილს აქ რამე ნაკლია? რა ვიცი, არა. აქ? შეიძლება არც აქ, ხო? კარგი კაცია, კარგი. ბოდიში, ესეთ შეკითხვა მაქვს. მიშა სააკაშვილს რამე ნაკლია აქ? რა ნაკლი უნდა ქონდეს? არაფერი ნაკლი. არაფერი ნაკლი. მადლობთ. შეკითხვა მაქვს. მიშა სააკაშვილს რამე ნაკლია აქ? აი, ოთარ, მოდით, ოთარ. არა, არაფერი. აი ხარე. აი კაცია და კარგად ვიცით მონაკლი. აფხაზეთში მომობდი იქ არ მეშინოდა, აქ მეშინია. აფხაზეთში არ გეშინოდა და? იქ არ მეშინოდა, აქ მეშინია. აი, რასა, ომში არ გეშინოდა, აქ არ მეშინოდა, აქ მეშინია, იქ ჩემი თავი ვიყავი, აქ უკიდურეს ოჯახი მოყავდა. აი, რა თქმა არა, რა ვიცი. თუ გნებავთ, ნუ იტყვით. არ გიცი. არო კითხო რაღაც? თუ ძმა ხარ. რატო? რაღაცა რო კითხო, შენი ჭირიმე რა. გეხვეწები, კითხავ რაღაცას, პატარა შენ რა იცი რას გეკითხები? არა. აი, უკაცრავად შეიძლება შეკითხვა დაგისვათ. ერთი შეკითხვით უნდა მოგმართო. მიშა სააკაშვილის ნაკლი მითხარი. ნაკლი აქვს? ძალიან ბევრი. ერთი მითხარი. მოგეცო, ნუ არ თქვა შეიძლება? არა, თუ გინდა ნუ იტყვი. და რატო იწერთ ამ ნაკლებს? ის მაინტერესებს. არა, უბრალოდ მე ჟურნალისტი ვარ და გამიშდა ესეთ შეკითხვა და შენ თუ გინდა ნუ უპასუხებ. ძალიან ბევრი ნაკლი აქვს ახლა. კონკრეტულად დაკონკრეტება არ მინდა. კონკრეტულად შეიძლება ისე ვთქვათ, რომ პრეზიდენტი როა, ცოტა პრეზიდენტაში და პრეზიდენტის სერიოზული უნდა იყოს გაცილებით. არა სერიოზულობა არის მისი ნაკლი, ხო? არა სერიოზულობა, ძალიან არა სერიოზულობა არა, ყველა სიტუაციაში რაც ცოტა. მოკლედ თავარი ნაკლი რა არის, რო ჩამოაყალიბო. მადლობ, დიდი მადლობა. უკაცრავად შეიძლება გკითხოთ ერთ პატარა კითხვა. მიშა სააკაშვილის თავარი ნაკლი რა არის? ნაკლი ერთი. ბატონო? თქვენ გაარკვიეთ. თქვენ არიცით მისი ნაკლი? არის თუ არა უნაკლო? ეგეც თქვენ გაარკვიეთ. უმარჯოს, კაი კაც, ერთი შეკითხვა მაქვს რა. არა? კაი კაც, ერთი შეკითხვა მაქვს რა. შეიძლება? ერთი შეკითხვა მაქვს. მიშა სააკაშვილის ერთი ნაკლი რომ მითხრა. ერთი ნაკლი. აქ ზოგადად აქ ნაკლი? ფიზიკურად და ისე გონებრივად? არა, უნაკლო კაცია ესე. მადლობ, დიდი მადლობა. ვინმე თუ შეიძლება მითხარით მიშა სააკაშვილის ერთი ნაკლი. თუ შეიძლება, ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწუხებ. დიდი მადლობა. არის პასუხი? ვინმე იტყვის ნაკლს კამერაში მიშას, ჩვენი პრეზიდენტის. ძალიან დიდი მადლობა, უკაცრავად დიდი ბოდიში რომ შეგაწუხეთ. ძია კაცო, გაუმარჯოს. ერთი შეკითხვა მაქვს რა, უცებ მიპასუხე. ჩვენი პრეზიდენტი რო არის, ჩვენი ახალი რო ხარ. უცებ გეტყვი, ჩვენი პრეზიდენტი რო არის, მაგარია მიშა? ორი დღე რა საბუშო ფარიცი. მე არის მიშაზე, მაგარია თუ არა? ჯერ ვერ იცი არ არის. გამარჯობათ, მონიტორინგის სამსახურს ვახლა ვარ. შეკითხვა შეიძლება დაგისვათ? არა, ბატონო, რატო? უფლება რა გვაქვს, ბრო? უფლება, თქვენ ხო გაქვთ უფლება? მე რა
არა, შეკითხვა რომ დაგისვათ, ხო შეიძლება? ვინმე შეიძლება რომ შეკითხვა დაგისვათ ძალიან ხო? გადავუხეთ უღალას. კი ბატონო, არა გიშო. შენ? არა, შენ პატარა. რუსთაველის თანამშრომელი ვარ რუსთაველის თეატრის. რუსთაველის თეატრის? მიშას რაიმე ნაკლია აქ სააკაშვილს. აბსოლუტურად არა. უნაკლოკაცია. უნაკლოკაცია. მადლობა, დიდი მადლობა, გაიხარე. მე რომ დაგისვა შეკითხვა? როელოდები უცებ პატარა შეკითხვას დაგისვავ, ჩემო ძმაო. შენ რო დაგისვა? პატარა შეკითხვა. ისე კარგად მოდიოდი რომ ხო და შეკითხვა მინდა ძალიან აქ ხო? ქალბატონო, შეკითხვა რო დაგისვათ შეიძლება? პატარა შეკითხვა. არა მცარია. ერთი პატარა შეკითხვა თუ შეიძლება ძალიან აქ ხოთ. მოვედი. შეიძლება შეკითხვა დაგისვათ? შეიძლება დაგისვათ? შეიძლება თქვენ დაგისვათ შეკითხვა? ჰა? არა, დაკავებულები ძანდებით, ხო? უკაცრავად დიდი ბოდიში. აი ძვირფასო ტელემაყურებელო აკრედიტაციის გარეშე მიპოვა უნაკლო ადამიანი, მეტად საოცარი შედეგი მივიღეთ. ეს არის მიშა სააკაშვილი. მე ვფიქრობ, რომ მიშა უნდა იყოს 2013 წლის მერე და საერთოდ სიცოცხლის ბოლომდე ჩვენი პრეზიდენტი, მართველი იყოს რა, სანამ რაიმე ნაკლს არ ვიპოვით. თუ რა თქმა უნდა ამის თქმის არ შეგვეშინდება. თქვენ უყურებდით აკრედიტაციის გარეშეს, მე შალვა რამიშვილი ვარ. მომავალ შეხვედრამდე ღმერთმა კაი გაძლება მოგცეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო.